მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. ბოლო 10 დღე იანვრის ბოლო საკმაოდ დაძაბული და ვრცელი გამოდგა როგორც მსოფლიო პოლიტიკისთვის, ისე ქართული შიდა პოლიტიკისთვის და ქართული ურთიერთობებისთვის, როგორც ევროკავშირთან, ისე შუა დერეფნის კონტექსტში და ზოგადად ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესები, გულისხმობ გეოგრაფიულად საქართველოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები, ბუნებრივია თავის ეფექტს ქმნის მათ შორის ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე თუ შიდა პოლიტიკის ნაწილზე. ყველა ამ საკითხზე დღეს ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართ, საკრებულო წევრ და ამასთან საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტთანაც, ბატონ გურამ ნიკოლაშვილთან. ბატონ გურამ, მოგესალმებით. მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით გიორგი. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ბატონ გურამ. მოდი დავიწყოთ ბოლო 10-12 დღე რო შევაჯამოთ დაოსის კონფერენციით და შეხვედრებით დავიწყოთ და შემდეგ ნელ-ნელა უკვე გადმოვინაცვლოთ უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში. დავოსზე ერთთავარი საკითხი რაც გაჟღერდა იყო გრენლანდიის საკითხი და პირველი დღეები მთლიანად მასზე იყო მიწყული, მათ შორის იგივე უკრაინის საკითხი გადაწიეს სადღაც სხვა თემებში და ძირითადად საუბარი იყო გრენლანდიაზე. ამერიკა ღიად აცხადებს, რომ უბრალოდ მოგვეცით გრენლანდია, ასე ვთქვათ, პირდაპირ აცხადებს. როგორ აისახება ეს თქვენი აზრით ევროპის ზოგადად პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ერთის მხრივ ევროპა თითქოს ამერიკას ემეგობრება და მთავარ პარტნიორს ეძახის, ამასთან ინდოეთთან აფორმებს სავაჭრო მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელსაც ხელშეკრულებების დედა დაარქვეს. კირ სტარმერი ჩადის ჩინეთში, ჩინეთთან აღრმავებენ ურთიერთობას როგორც კანადაში, ისე ევროკავშირის ქვეყნებში, ამასთან გვაკრიტიკებენ ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობის გამო. აი ამ კონტექსტში რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ზოგადად ესეთი მიდგომა ევროკავშირის მხრიდან, როდესაც იგივე ორმაგი სტანდარტი იუპიტერისთვის რაც შეიძლება არ შეიძლება ხარისთვის და ზოგადად ამერიკა რამდენად სერიოზული იქნება ამ თავის ნაბიჯებში, იგივე გრენლანდიის მოთხოვნით და სხვა იდეებით, რომელსაც დონალდ ტრამპი აჟღერებს უკვე წელიწადზე მეტია. ხო, საინტერესოა პრაქტიკულად თქვენ ახლა აღწერეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ვაჩვენებს ჩვენ და აღწერს შეცვლილ პოლიტიკას, შეცვლილ მსოფლიოს. ჩვენ 2025 წელს ლაპარაკობდით, რომ ეს არის ალბათ ბოლო წელი, როდესაც დასრულდა ის წესრიგი, რომელიც ბოლო 40 და 80 წლის განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული. ყველა ის საკითხი, თქვენ დაასახელეთ, არის გამოხატულება იმისა, რომ ეს წესრიგი დამთავრდა, მაგრამ ძველი დრო მორჩა, ნამდვილად ეს ყველამ დაადასტურა, ეს აღარ არის კამათის საგანი, იმიტომ რომ ამას ვლაპარაკობდით, იყო აზრთა სხვადასხვაობა, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით, მაგალითად საქართველოს სადაც გარკვეული ცვლილებები გვიან აღწევს ხოლმე ტრადიციულად და ჩვენ გვყავს სხვადასხვა პოლიტიკური აქტორი თუ ექსპერტი, რომელიც ისე ვლაპარაკობს, აგვიანებს ხოლმე აი ამ რაღაცის შენიშვნას და მაინც არის ასთან სხვადასხვაობა, რომ არა ეს რაღაცა დროებითია, განაპირობა იქ არჩევნებმა ამერიკაში ან ასე შემდეგ. ამაზე მიდის ხოლმე ჭიდაობა სინამდვილეში როგორია სამყარო, ამიტომ ჩვენ ვიძახდით, რომ დამთავრდა ის ძველი წესრიგი და რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა დაასრულა ეს ძველი მსოფლიო, რაც განმტკიცდა იმით, რომ რუსეთი არ დამარცხდა უკრაინაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი 4 წლის განმავლობაში ეს 4 წლიანი მონაკვეთი იყო სწორედ აი ამის წყალგამყოფი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელს ყველა შეთანხმდა უკვე ყველა მსოფლიო stakeholder-ი თუ შეიძლება ესე ითქვას, პოლიტიკას აკეთებს, რომ ეს ნამდვილად მორჩა. უცებ ჩვენ ვხედავთ, აი შარშანდელი ერთწლიანი ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგ ჩვენ ნახეთ, როგორც დადგა 2026 წელი და ტრამპმა შარშან ცადა, რომ აი შეეკრიბა მის კალათაში სხვადასხვა მიღწევები და ეთქვა, რომ მე დავასრულე 8 ომი თუ 9 თუ 10 და მე ვარ შემრიგებელი და მე მშვიდობის პრეზიდენტი ვარ და ამიტომ ნობელის პრემია მეკუთვნის, რაც მას არ მისცეს და ამაზე კიდევ ერთი საბაბი აქვს მას ყოველ შემთხვევაში, რომ გაბრაზდეს ევროპაზე. აქედან გამომდინარე, უცებ შეიცვალა 2026 წელს ამერიკის მოქმედება. თუ მან ძველი წესრიგი დაასრულა თავისი ჩართულობითაც, რომ ის იყო პირველი, ვინც რაღაცნაირად ირიბად აღიარო, რომ კი უკრაინაში რუსეთმა გაიმარჯვა. ომი არ დამთავრებულა, მაგრამ არსებულ ვითარებაში ეს მოხდებს უკრაინის გამარჯვებას და უკრაინის დამარცხებას და რუსეთის გამარჯვებაზე და შესაბამისად მან შეცვალა მიდგომა, ის შეხვდა პრეზიდენტ პუტინს, მოხდა მოლაპარაკებები, დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი და ასე შემდეგ, ხო? და 2026 წელს ამერიკა გააქტიურდა. მან დაიწყო პირდაპირ მოქმედება, რომელიც
უცნობია ჯერ სად მივა, საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს, რა მიღწევებში ითარგმნება, მაგრამ ამერიკამ ლაპარაკის ნაცვლად დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. ეს იყო ვენესუელის კრიზისი ან კამპანია, თუ შეიძლება ესე ითქვას, ერთდღიანი. 3 იანვარს მათ უბრალოდ ჩაატარეს სპეცოპერაცია და ქვეყნის პრეზიდენტი მოიპარეს თავისი ქვეყნიდან. და ეს იყო მოულოდნელი, შეიძლება ესე ითქვას. ყველაფერი, რასაც ამერიკა აკეთებს, ამას აქვს თავის წარსულში სხვადასხვა მაგალითი, ყოველს გაახსენდა 99 წელს პანამის პრეზიდენტის უბრალოდ იგივენაირად მოხდა მისი მოტაცება, რომ თქვა ოპერაცია იგივე არ იყო, მაგრამ შედეგი იგივე იყო. შემდეგ მონროს დოქტრინა, რომელიც გახდა ერთგვარად დონროს დოქტრინა, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა თავისი ძირითადი პატერნები და მიმართულებები, ხო? მან თქვა, რომ ეს არის ჩვენი ნახევარსფერო, დასავლეთის და აქ სხვა ვერავინ ვერ ჩაერევა და ყველაფერი უნდა იყოს მოწყობილი სწორედ ამერიკის ჰეგემონიის ქვეშ და ეს მონახაზი თუ რა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ზონას, ანუ პირველ წრეს იქ ექცევა ვენესუელაც, იქ ექცევა კუბაც, იქ ექცევა გრენლანდიაც და კანადაც და მექსიკაც. და ბუნებრივია, რომ ეს უნდა იყოს მთლიანად სრული ჰეგემონია ამერიკის შეერთებულ შტატების. მერე არის უკვე სხვადასხვა გავლენის ინტერესი. პირველ რიგში ეს წყნარი ოკეანისა და აზიის ნაწილში, სადაც ჩინეთის შესაკავებელი სარტყელი არსებობს და უამრავი კიდე სხვა გავლენა, ანუ ამერიკა არაფერს ესე დათმობას უბრალოდ მარტივად არ აპირებს, ან უბრალოდ როლი შეცვალა და დავოსის ფორუმამდე მივდივარ, მე რა კითხე მთავარი რამე ისკითხე, დავოსის ფორუმი იყო თავარი, რომელსაც ამ ფორმს უკვე დაკარგული ქონა თავის მნიშვნელობა, მაგრამ ტრამპმა ეს გამოიყენა კარგად, ამიტომ ყურადღება დიდი იყო მისმა და ჩასული იყო და კიდევ ერთხელ ასე ძალიან უხეშად და უცერემონიოდ ეთქვა და გაეყურება ის საკითხი, რომ ევროპას დიდი ვალი აქვს ამერიკის და თავისი ისტორიული წიაღისეულები გაეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთოდ ფლობდით ამ გრენლანდიას, რომ რატომ უნდა იყოს დანიის კოლონია და ასე შემდეგ, ხო? ეს არაფერი არ არის ევროპისთვის თუმას გადმოგცემა. ყოველ შემთხვევაში რაც ცნობილი გახდა არის ის, რომ მათ მიუხედავად იმისა, რომ 1951 წლის შეთანხმება არსებობს, რაც ამერიკას მოქმედებს პრაქტიკულად თავისუფლებას აკეთებს გრენლანდიის ტერიტორიაზე, მან კიდევ მეტად წამოიღო პრაქტიკულად განახლებული შეთანხმება, რომ გაიხსნება ბაზები, პრაქტიკულად ეს იქნება სუვერენული ტერიტორია და ლაპარაკი დაახლოებით აი როგორც კუბაზე გვანტანამოს ბაზა აქვს დაახლოებით ასეთ მოდელზე, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს ეს არ აკმაყოფილებს, მას უნდა რომ გრენლანდია გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი, როგორც ეს არის ჰავაის კუნძულები, ვირჯინის კუნძულები, რაც მათ შორის გეოგრაფიულად ბევრად მეტად გაუხსნის გზას არქტიკის მიმართულებით. ბუნებრივია, გზას არ ამათ გზას გაუხსნის, არამედ მას თავისი აკვატორია იქნება. ალიასკის გარდა დაემატება სხვა მხარე. ხადია და დავოსი რომ დავამთავროთ და დავოსში ამავე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი კომერციის ბიზნეს განცხადება ჰოვარდ ლუტნიკის, რომელსაც თქვა, რომ გლობალიზაციის ეპოქა დამთავრდა და ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს ხელს აღარ გვაწყობს. ჩვენ აღარ გვაწყობს გლობალიზაცია, იმიტომ რომ მთელი ინდუსტრიული სიმძლავრეები გადავიდა ჩინეთში, აზიის რეგიონში. ამიტომ ჩვენ ეს აღარ გვაწყობს და საქმე იმაშია, რომ ძალიან მოურიდებლად უცერემონიოდ ყოველგვარი წარსულის გადაანალიზების გარეშე, ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე ამერიკამ უცებ ერთჩვენებას ადგა და თქვა, რომ კი, მე მაქვს ჩემი ეროვნული ინტერესები და ყოველთვის მქონდა და დღეს საჭიროა ისე მოვიქცეთ და აქ ცერემონიის ადგილი არ დარჩა, შესაბამისად ბუნებრივია ძალიან რთულია აქტორებისთვის, პოლიტიკებისთვის, ქვეყნებისთვის, ასე ერთ დღეში უცებ ადგილი და გადაეწყო, როდესაც აი წარმოიდგინეთ 80 წელი ერთ ამბობდი და უცებ თქვა, რომ არა ეს ისე იყო და ხო, აი სოფლიო ესე აეწყო, დაიწერა წიგნები, გაჩნდა ილუზია, რომ ისტორია საერთოდ დასრულდა, იმიტომ რომ ჩვენ მივახციეთ იმ მდგომარეობას, რომელიც უბრალოდ უნდა გაფართოვდეს და მოიცოს მთელი დედამიწა. დაახლოებით ბოლშევიკების ადრიან ხანაში არსებობდა ესეთი, რომ მთელი ქვეყანა უნდა მთელი სოფლიო უნდა მოეცო პროლეტარულ რევოლუციას. გაწითლდეს მთელი დედამიწა. იყო რომ უბრალოდ ლიბერალურმა დემოკრატიამ შექმნა ესეთი მარკის მოდელი, რომელიც უბრალოდ დროის ამბავია, რომელი ქვეყანა როდის გახდება და რომ არსებობს ცივილიზაცია, რასაც ეწოდა ისტორიის სწორი მხარე, რაღაც ნათელი მხარე და არსებობს რაღაც დიქტატურები, ავტორიტარიზმები და ისტორიის ბნელი მხარე. აი ესე გაიყო და იყო უბრალოდ დროის ამბავი, სინათლე როდის გაიმარჯვებდა სიბნელეზე. შესაბამისად, ხედვა იყო სწორედ ამგვარი, რომ ეს უბრალოდ ესე გავრცელდება და როგორც იქნა ეს
წერტილი რაღაც წონასწორების ამ ხრივ მიიღწა, ანუ ისტორიამ პრაქტიკულად დაასრულა, ხო, თავისი არსებობა, იმიტომ რომ უმაღლესი ფორმა რაღაცნაირად ყველაზე თავისუფლების და ბედნიერების თითქოს მოიძებნა. დიახ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ესე არ არის და ბევრი მიზეზი აქვს ამას, ესე რატო არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ მსგავს ყოფიერება სჭირდება უზრუნველყოფა, უსაფრთხოების ნაწილი, ეკონომიკის ნაწილი, ენერგეტიკული ნაწილი და ტექნოლოგიური ნაწილი. ანუ თუ ამ ყველაფერს უზრუნველყოფ და არ იქნება ომი, იქნება იაფი ენერგია, იქნება დაცულობა, მაშინ ბუნებრივია, შესაძლებელია საზოგადოებას განვითარდეს, რომ მან მიაღწიოს თავისი რაღაცა უფრო კეთილდღეობის მაღალ მაჩვენებელს. მაგრამ როდესაც შეიცვალა სწორედ ეს ბგენელები, ამიტომაც დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს გამოიწვია არაერთმა ფაქტორმა და დავოსის ფორუმზე სწორედ ეს პირდაპირ მოურიდებლად და ღიად ითქვა, რომ თქვენ ზუსტად ახსენეთ ჩემი შემდეგ კითხვა ამაზეც უნდა ყოფილიყო გლობალიზაციის დასრულებასთან სიკვდილთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში თუ გლობალიზაცია აღარ გაგრძელდა და ჩანს ეს ვითარება ეს მანამდეც ჩანდა წლების განმავლობაში, რომ გლობალიზაცია ოღონდ ასე ვთქვათ მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ცხოვრების სტილის კარნახით, ბევრ ქვეყანას საერთოდ არ მოწონდა და პრინციპში ეწინააღმდეგებოდა ამ ფორმით გლობალიზაციას. ხომ არ მივიღებთ სიტუაციას, როდესაც იმპერიული ძალები, ნებისმიერი ქვეყანა, ვინც ასეთ ძალას წარმოადგენს, მოიხაზავს გარკვეულ ტერიტორიას თავისთვის, როგორც ტრამპმა იგივე დონ-როს დოქტრინაში გამოიხატება, როდესაც ატლანტის ოკეანის და წყნარი ოკეანის აქეთა მხარეების სრულიად მისი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, ხომ არა შესაბამისად ავტომატურად ჩინეთიც და რუსეთიც და შეიძლება რამდენიმე სხვა შედარებით მცირე, მაგრამ იმპერიული, ასე ვთქვათ, ძრახვების მქონე ქვეყანა იტყვის, რომ გარკვეულ ტერიტორიებს მაშინ მეც მოვხაზავ, ჩემი გავლენის სფეროები იქნება ეს და ამ შემთხვევაში ჩვენ სად ხვდებით, თუ ესეთი გადანაწილება მოხდა, როდესაც ქვეყნება ყოველ შემთხვევაში მათი გეოგრაფიული სიახლოვის ირგვლივ თუ დაიწყეს სრულიად გავლენის მოხდენა. ეს თუ გახდა თამაშის წესი, ასე ვთქვათ. დავოსის ფორუმზე არანაკლებ საინტერესო იყო კანადის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ თავს ვიტყუებთ. სინამდვილეში ეს მშვიდობა, რომელიც იყო დამყარებული და წესრიგი, ეს იყო ყველაზე ძლიერთა მიერ შექმნილი წესრიგი, უბრალოდ არსებობდა რაღაცა დაშვება, რომ ილუზია, ვიტრინა თუ შეიძლება ესე ითქვას და მან ციტირება გაუკეთა ვაცლავ ჰაველის ნაშრომიდან გარკვეულ პასაჟს, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ვიტრინაში გამოდგულ ნიშანზე, მოკლედ, რომელიც ამ დაუმორჩილებლობას გადაგებს გარკვეული წესი. და მან თქვა, რომ სინამდვილეში ყოველთვის იყო ეს გავლენა. ანუ ვერავინ არაფერს არ მოიხაზოს, დიდი ხანია ეს მოხაზულია და დიდი ხანია და ყოველთვის ჰქონდათ ამ ქვეყნებს, აი ესე ვიცახე თავის რაღაცა პირველი რიგის წრე და შემდეგ სხვადასხვა ტიპის გავლენები, ხო? რუსეთისთვის ბუნებრივია ეს არის შავი ზღვის აუზი, ეს არის კრიმის ნახევარკუნძული. პოსტსაბჭოთა სივრცე, ასე ვთქვათ. რომელიც ხო, უბრალოდ რაღაცა 40 წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა სხვა რესპუბლიკაზე იყო ხო გადაცემული და ამას არასდროს არ დათმობთ. ამიტომ მაქსიმალურ შევიწროების შემდეგ, როდესაც უკვე მათ თქვეს, რომ საფრთხე არის, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი. პასუხად ცხადია უთხრეს, რომ ხო იცი, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. თუ ვერ გახდება, მაშინ ეს დაადასტურეთ. იმიტომ რომ ყველა დოკუმენტში ეს წერია, რომ უკრაინა აუცილებლად ერთ დღეს და საქართველოს გახდებიან ნატოს წევრი. ეს ნიშნავს მის საზღვრებთან უკვე პრაქტიკულად მტრული გარემოს შექმნას, რაც იყო მისთვის მიუღებელი და ჩვენ ვხედავთ იმ კამპანიას, რომელიც წელი 2008 წელს ჩვენც ვიწვნიეთ ამის შედეგად. ხო, როცა სწორედ ბუქარესტის სამიტს მოყვა რუსეთის ეს მზარდი რეაქცია. ამ მოცემულობამ შეცვალა, ხო, მთლიანად ვითარება და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ შექმნილი მდგომარეობა, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრი იძახის, რომ ჩვენ ახლა უნდა გავიღვიძოთ და გავახილოთ თვალები და მივხვდეთ, რომ ეს დრო უკვე საბოლოოდ დამთავრდა და ჩვენ უნდა დავეყნოთ ახლა ჩვენ თავს და მიმდინარეობს გამალებული ძიება იმისი, თუ როგორ უნდა დააბალანსონ ეს შეცვლილი ვითარებები. ამერიკის ჰეგემონიის ქვეშ სავაჭრო გზები, ტექნოლოგია, ტარიფების ომი იყო ერთ-ერთი დიდი წითელი ხაზი, რაც ჩასანდელ წელს გაზრდებოდა. ხოლო და შესაბამისად ყველა ქვეყანამ დაიწყო მოქმედება იმისთვის, რომ იგივე ანუ სტრატეგიულ ოპონენტებთანაც და მოწინააღმდეგებთანაც კი რომ გამოენახათ საერთო ენა ჩინეთთან, ინდოეთთან, ის ვისაც ამერიკის შეერთებული შტატები აღიქვამს სტრატ. ოღონდ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი მაინც ცალსახამწრად არის გამოცხადებული, ვერ ხდება რუსეთთან ურთიერთობის შეცვლა, გადატვირთვა. უბრალოდ ამავე დროს არ ჩანს ფორმულა კი, მაგრამ მაშინ თუ ეს ყველაფერი კეთდება
უკრაინის გამო და მხარდასაჭერად, როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი და უკრაინის კამპანია. თუ რუსეთთან პირდაპირ ომს არავინ არ აპირებს, როგორ აპირებენ, ასე ვთქვათ, პროცესის გაჩერებას? ერთ-ერთი ხედვა არსებობს, რომ სადღაც ამოეწურება რესურსი რუსეთს ამასობაში უკრაინის მოსახლეობა მცირდება და მცირდება. ანუ მე ვგულისხმობ იმას, რომ რომ ხო, რა თქმა უნდა. ჩვენ ვლაპარაკობთ დასავლეთის გამოსახედიდან, რომლისთვისაც ის უკრაინელების ტერიტორიაზე სიცოცხლის ხარჯზე იგებს დროს, როდესაც ის შექმნის რაღაც ახალ ფორმულას უსაფრთხოების არქიტექტურას. ბაიდენის დროს ეს ილუზია არსებობდა, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ 3 წელი გავიდა და მათ შედეგი ვერ მიაღწიეს. ამიტომ დღევანდელი რეალობის დადგომა იყო უბრალოდ დროის ამბავი. უბრალოდ ტრამპის მოსვლამ ეს დააჩქარა, გააფორმა პრაქტიკულად, იმიტომ რომ ატომურ სახელმწიფოსთან სხვა ტიპის დაპირისპირება ვერ მოხდება და შესაბამისად ამერიკის ძალიან ეს დინამიურმა პოლიტიკამ უზრუნველყო დღეს ის, რომ მან სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურა თავისი ინტერესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადიოდეს ერთგვარი არეულობის გზაზე, რომელმაც შეიძლება ახალი ცხელი კერები, ახალი ომები გამოიწვიოს. ჩვენ ხედავთ ირანთან დაძაბული ვითარებაა, გრენლანდია ისევ იქცა, ანუ უკრაინა პრაქტიკულად აღარ ახსოვთ, ისე გახდა ის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გრენლანდიის თემა და ამიტომ ჩვენ ვიმყოფებით ახლა სწორედ ესეთ ამგვარ გარდამავალ ვითარებაში, რაც ისე ვიმეორებ, ამ კონტექსტში დიახ, კანადის პრემიერ-მინისტრი საქართველოზე რო გადმოვიდეთ ამ კონტექსტში, ერთი იყო რომ იმავე დავოსში ტრამპმა ახსენა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულებაზე ისაუბრა მისი ინიციატივით და დაამატა რომ ეს პუტინის ტერიტორიაა, ასე ვთქვათ, სავარაუდოდ იგულისხმობდა გავლენის სფერო, ბუნებრივია და თუ სომხეთს და აზერბაიჯანს დაუშვათ გულისხმობს ბრწყალებში პუტინის ტერიტორიად, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, საქართველოც, ასე ვთქვათ, ამ გავლენის სფეროში უნდა მოიხსენიებოდეს, თუმცა ჩემი კითხვის არსი იმაშია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება დაპირისპირებულია კონკრეტულ ბრიუსელის ბიუროკრატიასთან და ძირითადად ამ ხელს ორმაგ სტანდარტს იმასთან დაკავშირებით, რომ იგივეს აკეთებს სხვა, მაგრამ ამას ასე ვთქვათ, დემოკრატიული ჩარჩოების გამართლება აქვს და როდესაც აქ ხდება, ამას რაღაც რეჟიმი და ასე შემდეგ ავტორიტარიზმი და ასე შემდეგ ქვია და ეს გრძელდება იგივე მოსკოვის ეგრეთ წოდებული მექანიზმის ამოქმედებაც ამ მიმართულებითაა, თუმცა ჯერ ეს პროცესი დაიწყო არ დაიწყო, რა შედეგი მოყვება უცნობია. მე მინდა კითხოთ, როგორ აფასებ თვითონ ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც ცდილობს აბსოლუტურად ყველა მხარესთან, ყველა შესაძლო აქტორთან, იგივე სავაჭრო ურთიერთობები იქონიოს, არ გულისხმობ მარტო ჩინეთსა და ემირატებს, აქ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირებულია ვიზიტები ისრაელში და ისრაელიდან საქართველოში ოფიციალურ დონეზე, ვიზიტები თურქეთში ძალიან ბევრი და პლუს ამას გუშ რამდენიმე დღის წინ იქ საუბარი იყო, რომ ტრამპის გზა, ეგრეთ წოდებული ტრიპი ძალიან ავნებს საქართველოს, თუმცა იგივე აზერბაიჯანთან რამდენიმე დღის წინ მოეწერა ახალ ხელშეკრულებას ხელი ტვირთბრუნვების გაზრდასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში როგორ შეაფასებთ მოქმედებას? ხომ არ გამოვიდა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თითქოს გათვალა ცოტა უფრო ადრე ის პროცესები, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და მაქსიმალურად ცდილობს ყველა მხარესთან ისეთი ურთიერთობა დაიჭიროს, რომ როდესაც ვთქვათ, რაღაც ძალისმიერი მოქმედებები შეიძლება საფრთხე დადგეს უშუალოდ კავკასიაში, ისეთ ასე ვთქვათ, ურთიერთობებში იყოს, რომ არავის არ უღირდეს ძალისმიერი მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს მოკლედ ორი სამყარო რა, ერთი რეალური ისტორიულ რეალიებზე და ისტორიულ წინამძღვრებზე გამყარებული, რომლის მიხედვითაც ბუნებრივია, რომ დიდ ქვეყნებს გააჩნიათ თავისი გავლენის არეალი და ისინი ცდილობენ ერთგვარ უსაფრთხოებას, ხო? ევროპა თვითონ წარმოადგენდა ამგვარ ბუფერს, თქვა დასავლეთის შემთხვევაში. და გარკვეულწილად ევროპის პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში ან ევროკავშირის გაფრთხის ხანაში იყო შიგნით მიმართული, რომ თქვა შეექმნათ ეს კეთილდღეობის პოლიტიკა. და დიდი ხნის განმავლობაში მას ჰქონდა ეს სწორედ აწყობილი, ვეღარად ჩამოთვალე აი ეს გენელები, რომ უსაფრთხოება მას გააჩნდა მთლიანად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი წესრიგიდან გამომდინარე, ეს იყო რაღაც ამერიკული ქოლგა, ის იღებდა იაფ ენერგიას რუსეთიდან და მას ჰქონდა ტექნოლოგიურად თუ სხვა თანამშრომლობით იყო ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული. პარალელურად ჩინეთთანაც ვაჭრობდა. კი, რა თქმა უნდა, ჩინური საქონლისთვისაც ეს ყველაფერი იყო ღია და იყო აწყობილი ბუნებრივია ამგვარი ბალანსი ჰქონდა მოცემული, მაგრამ ეს მუდმივი გაფართოება აი ამ კეთილდღეობის სახელმწიფოსი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა აღმოჩნდა რუსეთის ინტერესებს და მან დაინახა, რომ მის ტერიტორიაზე, მის გავლენის არეალში
უბრალოდ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ შეიძლება რაღაც სახელმწიფოები არსებობდნენ. არამედ შეიძლება ჩამოყალიბდეს მისდამი განწყობილი მტრული სახელმწიფოები, რომელსაც ისი მოწინააღმდეგეები გამოიყენებენ შემდეგ რაღაც ბუფერული თუ პროქსი ომისთვის, რომელიც მაგალითებსაც ჩვენ ვხედავთ. ცხადია, რომ ეს კონფლიქტი ალბათ იყო გარდაუვალი და ამას აკლდა ხელმძღვანელობის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტ პუტინის გაბედულება, რომ მას ეს ნაბიჯი გადაედგა და გადადგა კიდეც. როდესაც ეს იცი, რომ რეალურად როგორი არის, აი ინტერესები, სახელმწიფოს გავლენა და ასე შემდეგ, ეს შენ გეხმარება უკეთეს ნავიგაციაში, უკეთესად გაერკვეს სიტუაციაში და არ აყვე უბრალოდ აი განცხადებების როლს, ანუ პარალელურ რეალობას, რომელიც არსებობს მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებში, გამოსვლებში, რიტორიკებში, შეშფოთების გამოხატვაში, მოწოდებებში და ასე შემდეგ. ეს არის ერთგვარი ციფრული სამყარო, რომელიც არსებობს, აი წარმოიდგინეთ კაია კალასი, ადამიანი, რომელსაც ყველაზე ევროპის ყველაზე პატარა ქვეყნიდან წარმომადგენელი, ყველაზე რაღაც დაბალი რეიტინგის მქონე პარტიიდან. ხო ესია და მას გააჩნია ევროკომისრის პოზიცია, მაგრამ რეალური მისი გავლენა, როგორც ფიგურის, ხო არის ძალიან დაბალი. არის რაღაც დროის შემთხვევითობით აღმოჩენილი მადგილას, სადაც არის. ეს არის ცალკე განზომილება. ამიტომაც, როდესაც ომი დაიწყო, წინამძღვრები, რის გამოც ეს ომი დაიწყო, რა ფაქტორებიც არსებობდა, ეს ყველაფერი იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, როგორ შეიძლება ეს განვითარდეს. სად შეიძლება მივიდეს და სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიკავა ეს პოზიცია, რომ ჩვენ დაიწყო ჩხუბი აქლემებს შორის და ჩვენ შეგინთ როგორც კოზაკი, ისე არ უნდა გავიჭროთ. ეს იყო ძალიან მთავარი. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რა პერიოდიდან მოვდივართ 90-იანი წლებიდან, ჩვენ არ გვაქვს თქნება, რომ ეხლა რაღაცა სხვების თამაშს შევწიროთ ისევ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ეკონომიკა და უბრუნდეთ ისევ აი ამ ღრმა წარსულში და ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ პოლიტიკურ კრიზისაც, ეკონომიკურ კრიზისაც, რომელიც თან გავიხსენოთ, რომ 2022 წელს პრაქტიკულად პანდემია ჯერ დამთავრებული არც იყო და არც აქედან რეაბილიტაციის პროცესი იყო ხო დასრულებული და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ამ შემთხვევაში ნეიტრალური დამოკიდებულება, ვერავით არის სპეციალურ სანქციებს ჩვენ ვერ დავაწესებთ რუსეთის მიმართ და ეს იყო ჩვენი პოზიცია. რაზეც აღმოჩნდა, რომ ეს არის მიუღებელი, იმიტომ რომ ისევ წეგან ჩემს მიერ ხსენებული ძველი დოქტრინიდან გამომდინარე, როდესაც არსებობს შავი და თეთრი, და შენ აუცილებლად მხარე უნდა აირჩიო, სწორედ ეგ ვთქვით ჩვენ, რომ ჩვენ არ ავირჩევთ მხარეს. ჩვენ რა თქმა უნდა სოლიდარობას უცხადებთ უკრაინას, როგორც მსხვერპლ სახელმწიფოს, ვიძახით რომ რუსეთმა დაიწყო ომი ცხადია და რუსეთი აწარმოებს ამობს და არის აგრესორის სახელმწიფო, მაგრამ საქართველოს ვერ აღმოჩნდება ჩათრეული აი ამ პროცესში. მთელი რიგი ძალებისთვის ეს იყო მიუღებელი, იმიტომ რომ მათთვის სასურველია რომ მეტი ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ამოცანა არის რუსეთი დამარცხდეს. რუსეთის დამარცხებას რა ფასის გადახდა ჭირდება, ну ეს რაც უფრო შორს არის ქვეყანა და ძალა რუსეთისგან, იმას მით უფრო ნაკლებად ადარებს. ხო, ბუნებრივია, ვინც ვისაც ტერიტორიის ნაწილი არ აქვს ოკუპირებული, რუსეთის მხრიდან ვერ გაიგებს რა საფრთხეები შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან და ბოლოს მოკლედ რომ მითხრათ, ბოლო ამ 1 წლის განმავლობაში მაყურებელსაც შეუძლია დასერჩოს ასე ვთქვათ, დონალდ ტრამპს არანაირი განცხადება ერთი სიტყვითაც კი არ უხსენებია. არც საქართველო, არც სხვათა შორის მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებითაც ძალიან მინიმალური იყო, ძირითადად შემოიფარგლა იმით, რომ იქედან ამერიკას გაყავს ძალები და ამცირებს დაფინანსებას. თუმცა საქართველოს კონტექსტში რომ ვისაუბროთ, ეს სტრატეგიული სიჩუმეა და ჯერ რაღაც სხვა საკითხებია გასარკვევი და ამიტომ ამერიკის ოფიციალური პოზიცია დაუშვათ საქართველოს არა შიდა პოლიტიკაზე, არამედ ზოგადად საქართველოს საერთაშორისო როლზე, იმიტომ რომ მეეჭვება შიდა პოლიტიკაზე დიდად გაამახვილონ ყურადღება, თუ საუბარია იმაზე, რომ არ შედის უბრალოდ საქართველოს ტრამპის ინტერესში, რადგან აქ ის ვერ ხედავს, ასე ვთქვათ, უცებადი ხელშეკრულების დადების რაიმე ალბათობას, ამასთან ბუნებრივია ვერც კონფლიქტის სწრაფად მოგვარება მოხერხდება აქ, რომ ამას მშვიდობის სახელი ან რამე ახალი დოკუმენტი დაერქვას, ამიტომ არ გამოხატავს ინტერესს თუ რაღაც სტრატეგიულ სიჩუმესთან გვაქვს საქმე და უნდა ველოდოთ, რომ შემდგომ ამერიკის, ასე ვთქვათ, კონკრეტულად დონალდ ტრამპის და მისი გუნდის ინტერესში აღმოჩნდებით. პირველ რიგში ვერ ვიტყოდი, რომ არაფერი არ ხდება. მაგალითად დავიწყოთ იმით, რომ მე განცხადებას გულისხმობ, პროცესები დიახ ხდება, ამაზე არ ვამბობ. ეს პროცესები ამის ასახვა არის, მაგრამ რატო გვაქვს ან მოლოდინიან, რატო არის სასურველი, რომ სადღაც, აი ისე ვიცახი, რომ ეს არის ადამიანების მიერ დანახული სამყარო, რომელიც უყურებს ყველაფერს აი ამ ციფრულ პრიზმაში. თავარია განცხადებები, თავარია სწორი სიტყვები ითქვას, ყურში გავიგოთ ეს ყველაფერი და მორჩა.
და ეს ხშირ შემთხვევაში აცდენილი არის ამ რეალობას. ანუ იგივე დონალდ ტრამპი რომ ავიღოთ, ანუ ადამიანი ყოველდღე შეიძლება დღეში რამდენჯერმეც კი შეცვალოს უბრალოდ პოზიცია, ხო? ჩვენ ვხედავთ მის დამოკიდებულებას, მის რიტორიკას, როგორც ქვეყნის შიდა საკითხებზე, ესევე გარე საკითხებზე. ხან მტერია ვიღაცა, ხან მოყარია. მადურო იყო მტერი, მერე ის თითქოს სატელეფონო საუბარი ქონდათ, შემდეგ მოიტაცეს, მერე დაალაგდნენ ესე ვთქვათ დარჩენილ ხელისუფლებასთან. თქვა ის მაჩადო, ვინც მოიგო ნობელის პრიზი, ანუ ვენესუელელი ოპოზიციონერი, მას გავლენა არ აქვს. შემდეგ ხვდება ისევ ამ მაჩადოს. ხდებით ეს არის პრაქტიკულად ერთგვარი რაღაც დეзинფორმაციის თითქოს რაღაცა ბოლის კედელი, რომელიც მიღაც რთულია რეალური ინტერესების დანახვა, ხო? ამიტომ მე მესმის ადამიანების მოთხოვნილება, რომ მათ უყურებენ ეკრანს და ეკრანზე იხილონ აი ეს სწორი სამყარო, მაგრამ ესეთი აღარ არის სამყარო. სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს მირას სიტყვის, იმიტომ რომ ამ სიტყვება დიდი ხანია ფასი დაკარგა. ამას სჭირდება ღრმა ანალიზი და გარკვევა, რა დგას ამ სიტყვების უკან. მთავარი არის აი ეს გავლენები, რაც ჩვენ ხედავთ. რა არის ახლა ამ შემთხვევაში ის ქმედებები, რასაც ჩვენ ამერიკასთან მიმართებაში დავინახეთ, ხო? პირველი, ამერიკაში არ არსებობდა საქართველოს ელჩი. საქართველოს ელჩი ამერიკაში ჩავიდა, ეს გეუბნებით ხდება იმ პერიოდში, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. დიახ, ბატონ გურამ 30 წამი დაგვრჩა და კი ბატონო, ეხლა ძალიან მოკლედ დავამთავრებ, შეიქმნა ეს კრიზისი და მათ ეს არაღიარების პოზაში ჩადგნენ თითქოს, როგორც ესე იყო განმარტებული. მოხდა ჩვენი ელჩის დანიშვნა და პრეზიდენტ ტრამპმა მიიღო. რაც თავარია, მოხდა ერთ-ერთი აქტორი შიდა პოლიტიკაში იყო ამერიკის ელჩი და მოხდა მისი გაწვევა, ის გადადგა წავიდა და ეს იყო ანუ უარესი მდგომარეობიდან გამოსწორდა. ჩვენ ხედავთ აზერბაიჯანის და სომხეთის ყოფნას თეთრი სახლის კარზე, იმიტომ რომ მათ კონკრეტული პროექტი ჩაიტანეს სავარაუდოდ თურქეთის და ბრიტანეთის ხელშეწყობით, right? ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენთან დამთავრებული ომი, რომელიცაც აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და ისარგებლა ხო რუსეთის. დიახ. დაწყებული ომით შენი სახელი დაერქვას და ამიტომაც მოხდა რადარზე, მაგრამ საქართველოს არ გააჩნია შექმნილ ვითარებაში, ვიდრე არ გაირკვევა დიდი ძალთა ბალანსი ჩვენ რეგიონში და რა როგორ დაალაგდება, საქართველოს არ გააჩნია ესეთი აქტიური პოლიტიკა, გინდა თუ არა, ეხლა რაღაცა ესეთი სარისკო პროექტი შემოიტანოს და შეიძლება ითქვას, რომ ეს რისკი არსებობს კიდევაც, ხო? აი ამ ზანგეზურის დერეფნის შემთხვევაში. არავინ არ იცის ეს გასაგებია რა ფურცალზე რა დაიწერა, მაგრამ ეს როგორ უნდა ხო, ნუ ამას წლები უნდა, დიახ. ეს არის უცნობი, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ამათვე სახით, როცა სოფლიოში ეს ბალანსი გაირკვევა და მეტნაკლებად კონტურები გამოჩნდება, ცხადია რომ საქართველოს თავის სასურველ ადგილს დაიმკვიდრა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გურამ, ჩვენი სტუმარი გახდათ, თბილისის საკრებულოს წევრი. ბატონ გურამ ნიკოლაშვილი, დაგემშვიდობებით, მადლობა სტუმრობისათვის. რაკურს ევროპისკენ ამ დროისთვის დასრულებულია. მე მომდევნო შაბათს დაგბრუნდებით.